საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ რამდენი ხანი, რამდენი წელი, რამდენი წუთი, წამი და დღე ველოდებოდი აი ამ მომენტს, რომელიც როგორც იქნა დადგა და კიდევ უფრო დადგება. ესე იგი ორაუცებ ჩამოკრა უბედურების ზარმა შიგ ამერიკაში. და რა ეშველებათ ჯორჯიელებს საქართველოში. ალბათ გაიგებთ ყველა, რომ დღეს გამოვიდა ილონ მასკი და განაცხადა, რომ საქართველოში აყვავებული ნაგავი, რომელიც იყო USAID-ის პროგრამით ცნობილი, რომელმაც თურმე 6 მილიარდი დოლარი დახარჯა ქართველთა კეთილდღეობაში და ჩვენ ქართველები ამას ვერ ვხედავდით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან და ეს 6 მილიარდი რა უმადურები ვართ ეს ქართველობა და როგორ ვერ ვაფასებდით ამ ჩვენი შიგ ამერიკელი მეგობრების დახმარებას. გამოვიდა დღეს ილონ მასკი, რომელიც ამერიკის ხელისუფლების პრეზიდენტის, ასე რომ ვთქვათ, კაბინეტის ეფექტური შესრულების, რა ვიცი, პირი არის, ასე ქვია ამ თანამდებობას, რომელსაც ის იკავებს და განაცხადა, რომ ეს მსოფლიოში აყვავებული ნაგავი, რომელიც ვითომდა დემოკრატიის და ადამიანის უფლებებისთვის არსებობდა და თურმე რომელიც დემოკრატიის ექსპორტს აწარმოებდა მთელს მსოფლიოში და ვაიმე რა ბედნიერია და ღმერთო დალოცე ამერიკას, რომ აძახებიებდა ხალხს და შეხედეთ აი ამ დაქლიავებულ ჯოგნახირს ამ 30 წლის მანძილზე ზუსტად იმ 6 მილიარდი დოლარის დამსახურება არის, ამდენი ავადმყოფი, ამდენი მონა, ამდენი დებილი, რომელიც საქართველოში გამოიზარდა შიგ უკნიდან განათლებული დასავლეთის და ევროპის და ამერიკის, რა ვიცი, რა ქვია ამას, იდეით, რომელიც ისე შორს იყო იმ კლასიკური ევროპიდან და იმ კლასიკური ამერიკიდან, რომელიც თეორიაში და იდეაში მოისაზრებოდა ყოველთვის, როგორც ცადა დედამიწა. გამოვიდა და განაცხადა ადამიანმა პირდაპირ, რომ ესო მატლიანი, აი ვაშშიო, რომ მატლიანი ორგანიზაცია კი არ არის, აი ვაშშიო, რომ მატლი იყოსო, კაიო, ჯანდაბასო, იმასო ამოჭრიო. და ვაშ შეჯამო, ხო? მაგრამ ეს ვაშში გაჩენილი მატლი კი არ არისო. მატლების გორგალი არისო. მატლების გორგალიო. რომელი მატლების გორგალიცო, უკვე შეუძლებელია უგანივა ბუდე, აი ამ ბოროტების, აი ამ სიდამპლის, სრულიად ყველაფერი ცუდის, რაც დასავლეთიდან შემოდიოდა, ყველაფრის მთავარი მილსადენი იყო ეს წყეული ორგანიზაცია. მე გეტყვით, რომ საქართველოში ზუსტად ამერიკის და ევროპის და დასავლეთის სახელი ზუსტად აი ამ ორგანიზაციამ და მისმა წევრებმა და მის მიერ გამოზრდილმა ზუსტად აი ესეთმა მატლებმა, ავადმყოფებმა შეაზარეს ქართველებს. მათი გატარებული პოლიტიკის გამო. კი ბატონო. რომელიც რა თქმა უნდა შეთანხმებული იყო ამერიკის მოქმედი ხელისუფლებების ადმინისტრაციების მიერ და ამიტოა რომ ნორმალური ქართველი, ვისაც არ უნდა კითხო, ნორმალურზე მაქვს მე აქ საუბარი, მე არა მაქვს ზომბირებულ ავადმყოფზე საუბარი, რომელიც ვერ ხედავს ან პირდაღებული არ ისთვის ცხოვრობს რო არ გავიგო, ვინც აზროვნებს, ყველა მკვდარ ცოცხალს აგინებს დასავლეთს და მკვდარ ცოცხალს აგინებს ამერიკას და მკვდარ ცოცხალს აგინებს ევროპას, იმიტომ რომ რაც მაგათმა საქართველოში გააკეთეს ყოველგვარი დასავლური ღირებულება გააპარტახეს, გაანადგურეს, მაგრამ არა მარტო საქართველოში გაანადგურეს. იქ ამერიკაშიც გაანადგურეს, აქ ევროპაშიც გაანადგურეს და გადააქციეს ერთი ტროცკისტების ბუნაგად. მაგრამ ახლა ეს ბუნაგი ინგრევა და არა მარტო საქართველოში ინგრევა სიტყვაზე მათი გავლენები და მათი ის. აი თვითონ ამერიკაში ინგრევა, იმიტომ რომ ამერიკელი ხალხი განსაკუთრებით დაზარალდა ეგ ადამიანები
და მათ შორის აი მათი გატარებული პოლიტიკის და იდეოლოგიის მსხვერპლი არის თვითონ ილონ მასკი, რომელიც ყველაფერთან ერთად შურის ძიებით არის დაკავებული აი ამ დამპალი კლანის, რომელიც დამპალი კლანიც არსებობდა ეს სოროსელების შიგუკნიდან განათლებული სოროსელების ნახირი, ვინც არის ის კიდე ერთხელ შევახსენებ იმას, რომ ილონ მასკს, რომელსაც არის მე მგონი 9 შვილი ყავს, თუ ბევრი შვილები ყავს, მათ შორის ერთ-ერთი შვილს გადაუტრიალეს ტვინი ლიბერასტებმა, რომელმაც შეიცვალა სქესი და გაწყვიტა ამ მშობელთან კონტაქტი და ამხელა მეცნიერმა, ამ ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, ამხელა გავლენების ადამიანმა ვერაფერი ვერ მოახერხა, რომ შვილი მოებრუნებია ნორმალურ გზაზე. ანუ მასკის ეს საქციელი ყველაფერთან ერთად განპირობებული არის პირადი შურის ძიებითაც. აი ამ ძალების მიმართ. და ახლა ასეთი ბევრია, თვითონ ამერიკაშიც ბევრი არის, აქ ევროპაშიც ბევრი არის და რა ვიცი, ეს ნორმალური, იმიტომ მათი მთავარი სამიზნე ამერიკაში იქნებოდა, ევროპაში იქნებოდა, სხვა ქვეყნებში იქნებოდა, სამიზნე იყო ნორმალური ჯანსაღი ადამიანი. შეხედეთ თქვენ ამ სოროსელებს, შეხედეთ თქვენ ამ ლიბერალს ამ ჩათლახებს. ყველა მახინჯია და აი ყველას ნაკლი აქვს რაღაცა. ყველას. არ შეიძლება ადამიანის ფიზიკურობაზე საუბარი, მაგრამ ეს აუცილებლად შეიმჩნევა, იმიტომ რომ შეხედავთ თქვენ ამ კატეგორიას, ამ ავადმყოფების ხროვას, აბსოლუტურად ყველა არის არაჯანსაღი ადამიანი. აღარ მაქვს საუბარი უკვე ფსიქიკაზე და არ მაქვს საუბარი უკვე აზროვნებით, რამდენი ავადმყოფი და მახინჯია ესა. სპეციალურად ხდებოდა, დღეს ახლა ტრამპმა თქვა, რომ USAID-ო არისო ეს შეშლილების და ავადმყოფებისო გაერთიანება. ხო, ასე თქვა. ასე გამოაცხადა. ამიტომ მათი მთავარი სამიზნე იყო მაქსიმალურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოიგროვებიათ ავადმყოფი, დეგრადირებული, ნაძირალა, მათხოვარი სოციუმის ყველაზე მარგინალური ჯგუფები, რომლებსაც ბუნებრივად ეზიზღებოდათ ის სოციუმი, სადაც ცხოვრობდნენ და აი ეს სოციუმის გადაკეთებაში და გადაგვარებაში მიიღოთ მონაწილეობა. ხო, ამიტომ უნდა მოკვდესო, კი ბატონო, ჩემო როგორ, ამიტომ უნდა მოკვდესო ეს ორგანიზაცია. ახლა ეს ორგანიზაცია ამერიკაში მოკვდება და ძალიან ბევრი იქ პასუხსაგებს იმ დანაშაულებების მიმართ, რომელი დანაშაულებებიც აქვს ჩადენილი. ვინც ახლა გაასწრებს კიდე ის საკითხავია, თუმცა ამერიკა საქართველოს არა, სადმე საზღვარგარეთ აგულაო. თუ არა მთელი ეს პიდარასტები, ჩათლახები, ეგენი ვინც არიან ავადმყოფები, აბსოლუტურად ყველა გარბის, ზოგი ზელანდიაში მირბის, ზოგი ავსტრალიაში მირბის, ჩვენ ტრამპის ამერიკაშიო ვერ ვიცხოვრებთო, აგვერხაო, ცუდათაო საქმეო, გარბიან ამერიკიდან, ანუ ეს ნელ-ნელა ეს ქვეყანა რაღაცა შველის გზაზე არის რა. მიხარია, აი ნახდათ მიხარია, იმიტომ რომ ახლა ამერიკა ყოველთვის იყო ის იმპერია, ყოველთვის იყო თავისი იმ სიმახინჯეები, რომელიც ახასიათებდა ყოველთვის იყო დამპყრობელი და მჩაგვრელი, მაგრამ თვითონ ამერიკაში ისეთი მაღალი დონის კინემატოგრაფია იქნებოდა, ისეთი მაღალი დონის მწერლობა იყო და ისეთი მაღალი დონის აზროვნება იყო, ახლა ეს თუ ვინმეს წაუკითხია რაღაცეები და თუ რამე უნახია ნამდვილად ძველი ჰოლივუდური ფილმები და ასე შემდეგ, ახლა ნამდვილად მიხვდება, რომ მაშინდელი ამერიკას და მაშინდელი ამერიკის აზროვნებას და არა მარტო ამერიკის, იგივე ევროპის დღევანდელობას შორის, როგორც ცხადა დედამიწას შორის ისე არის განსხვავება და რა თქმა უნდა მიხარია, რომ რაღაცა ნორმალურობას უბრუნდება. გავა დრო, წლები გავა და ის გამლილი ეტაპი, რომელიც გამლილი ეტაპიც აქვს, გაიარა სამყარომ, არა მარტო საქართველოს სამყარომ, ამას მიეცემა თავისი შეფასება ფილოსოფოსების, ფსიქოლოგების, ფსიქიატრების, მაგრამ თუ რა იყო ეს პერიოდი. ფაქტია, რომ ეს ეპოქა მთავრდება. და მე ძალიან მიხარია. და სხვათა შორის აუცილებლად ამას დომინოს პრინციპი გააჩნია და ეს დომინოს პრინციპი მიყვება ევროპაშიც, აუცილებლად მოხდება დიდი ცვლილებები, აუცილებლად. ახლა დღეს ბერლინში ერთი ისტერიკა აქვს ატეხილი, რა ვიცი, მილიონამდე ადამიანია მე მგონი გამოსული ეს შიგ უკნიდან განათლებულები, რომლებიც წივიან და კივიან და რომლებიც აი
აი ლიბერალისტული სამყაროს შენარჩუნებას ითხოვენ, მაგრამ ეს ფაშიზმი არ მოვიძიოსო ჩვენო ნაცისტურ გერმანიაში არ გვინდა ცხოვრება. აუცილებლად მოხდება ეს დომინოს პრინციპით, იმიტომ რომ ეს იმდენად სუსტი და იმდენად ხელოვნურად შექმნილი იდეოლოგია არის, როგორც იმდენად არაბუნებრივი და იმდენად რაღაცა ხელოვნური სოციუმი არის შექმნილი, ამის დანგრევას უბრალოდ ძალიან მარტივი პროცესები დაჭირდება. ახლა ეს არ არის მაგალითად იმდენად ძლიერი როგორც იყო გერმანული ნაციზმი, რომელსაც დღემდე ებრძვიან და ძლიერი იდეოლოგია იყო და ესე შემდეგ. ეს ძალიან იდიოტური იდეოლოგია, რომელიც იყვება ერთი მეორეს ლიწილიწინით და დაინგრევა. მაგრამ მე ერთი რაღაცა მაინტერესებს, კაცო, თუ კი ამერიკაში დაისჯება და თუ კი ამერიკაში მოეთხოვება პასუხი შემქმნელთა მამას ამ ბოროტებისა და უბედურებისა და გადაგვარებისა, საქართველოში ყველაფერში რო ბაძავდით ამერიკას, საქართველოში არ უნდა მოხდეს? საქართველოში არ უნდა მოხდეს იმ ბოროტების პატარა სატანუკები მასშტაბებში რო ავიღოთ, რომელი ვირთხებიც იყვნენ საქართველოში გამოზრდილები, მათი დასჯა საქართველოში არ უნდა მოხდეს? რომლებსაც ყვებავდა ეს ორგანიზაცია, რომელსაც თავზე ხელს უსვამდა და რომლებმაც მოუტანეს ამდენი ტკივილი და უბედურება საქართველოს. ამას არ უნდა მოყვეს, ასე რომ საზოგადოებას ვეუბნები და მოვითხოვ მეც, საზოგადოების ნაწილი ვარ და მოვითხოვ მეც, რომ ამერიკის პარალელურად აი USAID-ის პროგრამებში ვინც იყო ჩართული, ეს საშინელი ავადმყოფი, დეგრადირებული ადამიანები აბსოლუტურად ყველა იქნეს მიცემული სისხლის სამართლებრივ პასუხში. აუცილებლად პასუხისგებაში. აუცილებლად. და იქ მასკმა ესეთი რაღაცა გააკეთა, სხვათა შორის, ახლა განსაკუთრებით მინდა გავახსენო, არც ისე დიდი ხნის წინ გავლილია ეს პანდემიის პერიოდი, მათო COVID-19-ის პერიოდშიო შექმნესო ბიოლოგიური იარაღს ქმნიდენო და ადამიანებზეო ახდენდენო ამ ექსპერიმენტების ჩატარებასო, აცრებსო და მილიონობით ადამიანი შეეწირაო ამ ყველაფერსო. ახლა აქ უფრო საქმე უფრო იმათ არის, რა ქვია, მარტივად. ძალიან მარტივადაა საქმე. იმიტომ რომ ამ ბოროტებაში, რასაც კოვიდის ბოროტება ერქვა და რომელსაც ჩემი ოჯახის წევრიც, მამა ჩემი სიცოცხლე შეეწირა, სხვა უამრავ ქართველთან ერთად და რამდენი კიდე აცრის შემდეგ დაიღუპა, კიდე ცალკე საკითხია, ვინც გადაიტანა, ვინც ვერ გადაიტანა, ვერ გადაიტანა. რამდენი უბედურებები იქნება კიდე წინ ეს ცალკე საკითხავი. ხლა ამაში ვინ იყო ჩართული? ის სამი ნაბოზვარი რო იყო, სამი. ის ცერცვაძე და ის ცერცვაძე ქემოკვდა გონია. და ის დანარჩენი აღარ მახსოვს იმათი გვარები, ჯერ ტაშს რო უკრავდნენ. აი ესეთი მაგარი ექიმებიო და ეს სამი ქვეწარმავალი რო იყო. და მაშინდელი მთავრობა განსაკუთრებით გახარია, რომელი გახარია ქვეწარმავალიც განსაკუთრებით უწყობდა ხელს. და მაშინდელი ეგრეთ წოდებული უკნიდან განათლებული სვეტსკი საზოგადოება, რომელიც ასე მოუწოდებდა ხალხს, მე ავიცერი შენთვის, შენ აიცერი ჩემთვის. ამნერი სასწაული არ გამიგია. შენ გეშინია რომ მოგტები ვირუსით, ხო წაი და ეიცერი, რა ჩემი საქმეა. ჩემთვის როგორ აიცერი, შენი ტრაკის გადარჩენა თუ გინდა. ხო ჯანდაბა მაგათი გვარები ხო იცით ვიზეც გეუბნებით, იმნაძე და გამყრელიძე და ეს მიაკვდათ ძაღლის სულში. საფლავებზე, სასაფლაოზეც რო არ მიცეს ხალხს ასვლის უფლება. მამა ჩემი ახალგარდაცვლილი იყო. პირველი აღდგომა მოდიოდა. მახსოვს და ევაკუატორის დაქირავება დამჭირდა იმისთვის, რომ ჩავსულიყავი საფლავზე, იმიტომ რომ კარანტინის იმაში ევაკუატორს არ აჭერებდნენ. ევაკუატორით მივედი იმ სასაფლაოზე და იმ ღამის ლოცვაზე, რომელიც პირველი აღდგომის დადგომას, როდესაც ხდებოდა ტაძარში. ვერ მივიდიოდი სხვანაირად. და ეს ნაგავი ხალხი, ეს ნაგოები, მთელი სანაგო დარჩი სახლში, აიცერი ჩემთვის, ავიცერი შენ. სადა ახლა ბოზიშვილებმა არ უნდა აგონ პასუხი?
არ უნდა გონ პასუხი ამდენი ადამიანის გარდაცვალებაზე? მაგრამ ვინ აგებს ახლა ამაზე პასუხს? ხოცები პირველი პირწავარნილი ვაქცერები იყვნენ და გავიწყდათ? ახლა რო ეროვნული შემოუბერეს და ახლა რო გაეროვნულდნენ დღეს დინარაძის იმას უსმინე ზიად გამსახურდია მეგონა ცხონებული ზვიადი ამოვიდა საფლავიდან რა რეიკორნირებული ზვიადი დავინახე ამ დასწირებულში ამ ჩემორში ამაში აფერ ამეიდგენ ისე ხმა როგორ ამოიდგეს ეს ხმა და როგორ დაიწყეს ლაპარაკი და ოფთები შეესხა თავისუფლები გახდნენ ბიჭები და რას მოვესწარი ამას კაცო რასაც თავის დროზე ვამბობდით რომ ზუსტად ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ზუსტად ეს ამერიკის საელჩო და ზუსტად ესენი რომლებიც ერის გადაგვარებას ის გადაგვარებული საზოგადოება რომელსაც ხედავთ ქუჩაში მათ მიერ მიღებული კანონების მათ მიერ განათლების სისტემის მათ მიერ დაშვებული მარიხუანის ლეგალიზების მარიხუანის კულტივაციის ივანიშვილს რო ქონდა მაგისის ვინმე სხვა დაავწდა ღმერთო დალოცე ბატონი ბიძინა რო იძახით პლანის დათესვას ვინ აპირებდა და კულტივაციას ივანიშვილი არ აპირებდა მათ მიერ მიღებულმა კანონებმა მათ მიერ დაშვებულმა საგანათლებლო სისტემამ მათ მიერ დაშვებულმა ანტიდისკრიმინაციულმა კანონებმა და მან გარყვნეს და გაათახსირეს საზოგადოება. ახლა რო ძალიან ეროვნული აქვს ჩართული. ასე არისო? და როგორ მოვესწარი? რას მოვესწარი ხალხო? დინარაძეს ეყო გამბედაობა და ლაპარაკობს ახლა ამერიკის საელჩოზე და ამერიკის ელჩზე და კაია ხო დინარაძე თავისუფლება. კაია ხო თქვენ ქათმებო, მართლა ქოცზე მეტი ქათამი მე არ მეგულება მართლა არა. ამეიდგით ხო ენა და თავისუფლად იგრძენით ხო თავი და კაია ხო თავისუფლება. არა მეტი არა ჩემი დამაწყევარი თქვენ ახლა თავისუფლება მოგეპოვებიოთ ეგ არ იქნება, იმიტომ რომ рождённый ползун летать не сможет. ეს გამორიცხულია თქვენ თავისუფლები ვერასდროს ვერ იქნებით ვერ იმიტომ მონებათ ახართ დაბადებულები, მაგრამ რაღაც თავისუფლების ხარისხმა ხო მოიმატა თქვენში და კარგია ხო? ზუსტად მაგ თავისუფლების ხარისხის დათმობას რო არ ვაპირებდით და ზუსტად მაგ თავისუფლების ხარისხის გამო რო გქონდა ყველანაირი პრობლემები ჩვენ ქვეყანაში, ჩვენ სამშობლოში, იმის გამო რომ ჩვენი ქვეყნის გადაგვარება არ გვინდოდათ, რომელსაც თქვენ აგვარებდით, ზუსტად მაგით მოგვიწია ყოფნა. თქვენთანაც დაიჩოქებს ის კუზიანი აკლები მოვა მაგის დრო, კაცო უფალი ზევიდან იყურება, მაგრამ კარგია ხო? იქნება შეიგრძნოთ რადონის კარგი არის თავისუფლება და იქნება რაღაცა შეიცვალოს თქვენში მონებო მათხოვრებო რაც ჭირს ეს 12 წელიწადია მანამდე რაც ჭირდა ქვეყანას ისიც ბიზინა ივანიშვილის ლომის წვილია აუცილებლად ახლა ვინმე არ შემომედაოს ივანიშვილი იყო სოროსის ფონდს ვიყენებდითო და ყოველ იმაზე ვახსენებ ამას რომ ქოცმა ვინმე ვენა არ შემომიტელეკინოს თორე დავამხობ თავზე გამზდელს არ მინდა გინება ივანიშვილი არ იყო მაგათ დამფინანსებელი? ივანიშვილი არ იყო თავიდან ბოლომდე დამფინანსებელი? ნაცების რევოლუციის დროს, რევოლუციის მერე სააკაშვილის ცოლზე, მაგათ მინისტრებზე და ასე შემდეგ. ივანიშვილი არაა მაგათი მფარველი დღემდე? ივანიშვილმა არ მოიყვანა ის, რა ქვია, მარგველაშვილი ივანიშვილმა არ მოიყვანა ისა? მადამ პამპადური ახლა თურმე პრობლემას რო ქმნის თურმე და ეს რა საშინელებ. ხო, ამიტომ პასუხისმგებლობას ნუიხსნით რა. პასუხისმგებლობას ნუიხსნით. რაც დედამოხნული არის, ნაციის დედამოხნული ხართ კოჩი. მაგრამ ამოისუნთქეთ, გაიგე? ამოისუნთქეთ ახლა. და ახლა გინდათ შეეტენოთ ამ მდგომარეობას. პანდემიაში რაც ხდებოდა, პანდემიაში როგორც USAID-ის ბრალია, ისევე ქოცების ბრალია ყველაფერი თქვენ. ნაძირალა მათხოვრებო თქვენ. თუ არა ეგ ლუკაშენკოზე რო აქვს ზოგიერთ ენა შემოbrunებული, ლუკაშენკოს ერთი დღე არ გამოუცხადებია каранტინი იმაში, რა ქვია, ბელორუსიაში, მაგრამ ერთი ტრაგედია არ დაატრიალებულა ეგ და შვენივრად და გემრიელად ცხოვრობს ხალხი. ცხოვრობდა და ცხოვრობს. და არ დაქცეულა ბელორუსია. აი საქართველოში არა, უნდა დაგემონებიათ ხალხი. როგორ გაამწარეთ ადამიანები. და როგორ დააზომბირეთ და როგორ ზომბირებულად გახედეთ ხალხი. ვირუსი, ესე, ისე. ამაში თქვენი წვლილიც, ამიტომ ამის ახლა დამსჯელები არავინ არა საქართველოში, ამ ილუზიას მოეშვას ვინმე, მაგრამ
ფაქტია რომ ეს დაიწყება ამერიკამ დატოვა ჯანმო, აგერ იუსაიდს დავსაჭრის, აგერ ამ იდეოლოგიას ნელ-ნელა თავისი პიზდეცი აქვს, უკაცრავად ამ სიტყვისთვის, მაგრამ ზუსტად რო შეეფერება და ახლა საქართველოში რა უნდა მოხდეს? საქართველოში უნდა მოხდეს ყველას დასჯა. წესით. და თუ ყველას დასჯა არ საქართველოში დასჯილი ვინ გინახიათ თქვენ? რომელიმე მოღალატეს პასუხი იყოს, პირიქით ყველა მოღალატე, აგერ სალომეში თავმოყრობით მოღალატე დაფასებული არის. მაგრამ რაღაც ნაწილი მაინც ხო უნდა დაისაჯოს, იმიტომ რომ თუნდაც ეს მოღალატეები თქვენ რო იყოთ ახლა თავის ადგილზე, ხო რაღაცა უნდა გააკეთოთ. ჩვენო თავისუფლების ხარისხი გვაქვს, თავისუფლების ხარისხი თუ გაქვს, მოგიდეთ ხელდა შეყარეთ ციხეში. კომისიას ვქნით. რა არის კომისიაში გამოსაძიებელი? რას იძიებთ? 250 ადამიანი ყავთ პოლიტპატიმრად ცნობილი. 250 პოლიტპატიმარის მოსამართლე, გამოძიებელი, პროკურორი ყველა უნდა იყოს წარმოდგენილი ტრიბუნალის წინაშე. ყველა რომ დაწინაურებულები ყავთ მურუსიძეებით და იმგენით და იმგენით. აღარა მაქვს უკვე საუბარი იმ დამნაშავეებზე, რომელი დამნაშავეებიც მარჯვენა ხელები იყვნენ სააკაშვილის და სააკაშვილი ოდესაც პირდაპირ ჩემი უყვირს ყველას, რომ მე როგორ ვთქვი, რომ გაბუნია და გვარამია ჩააძაღლოს რუსულმა სპეცრაზმა. სული გაძრობიაც გინდა რუსულ სპეცრაზს შეუძაღლებია, გინდა ძაღლს უგბენია და ისე განადგურებული. რაში უნდა მანდარდებდეს? მე მაგათი და ეგენ ჩემი ქვეყნის მტრები, რომლებიც უნდა განადგურდნენ. კი. და სააკაშვილი როდესაც იძახოდა ჩემი ბრძანებით ხელი არა გიკანკალდეთ, ადგილზე მოკალით, სული გააძვრეთ, ხელი არა გიკანკალდეთ, ეს ამ დროს რო ტაშს უკრავდით და ყველა ციხეში ტაშს უკრავდით, ეს რას ნიშნავდა მაშინ? და ეს 99.7% გამომტყუნებელი განაჩენები რო იყო. ახლა იძიებენ თურმე კომისია იქმნება ახლა და აი ამაში არის საქმე. მოკლედ ძალიან მალე ძალიან დიდი ცვლილებების პერიოდში ვდგებით. მადლობა უფალს რომ მოვესწარი. ნამდვილად დაიწყება ბევრი რაღაცის ცვლილება დაიწყება და აი ამ სამშობლოს მოღალატეებს, რომლებიც ახლაც ქუჩაში დარბიან, წივიან, კივიან და მე ვითომ ნაკლები მოღალატეები არიან ქოცებზე, ეს გვარამიები, გაბუნიები, ეს ხაზარაძეები და ესენი, რო წივიან და კივიან და ამ ხალხს რო იმაშვებიან, დღეს თურმე კანონმდებლობის გამკაცრება შეთავაზეს. აი გითხარით, გუშინ გეუბნებოდით, რომ განიხილებოდა ცილისწამების კანონთან დაკავშირებით. მაგრამ დააგვირდით ახლა აი ამ ცვლილებებს, რაც ახლა ეს მონა მდინარაძე იყო გამოსული და კანონმდებლობის გამკაცრებას რო აპირებს, ხო? ისე კანონმდებლობას ამკაცრებ? აი, გასაგებია, კი, სტრატეგიული ობიექტების ბლოკირება, კერძო საკუთრებაში მიტინგების ჩატარება და ასე შემდეგ, გასაგებია, ხო, მაგრამ ჯარიმებს რო ზრდი და ჯარიმებიო ეს 10,000. ბიჭო. ერთი რაღაცა მინდა ვკითხო. სად არის გაგონილი და სად შეიძლება იქნას გაგონილი ის რომ ქვეყანას კანონმდებლობის დონეზე 20 ლარი კონდეს ხელფასი მინიმალური თვეში ანაზაურება, რომელიც კანონიერებაში ითვლებოდეს და ჯარიმა იყოს 10,000 და 2,000, 3,000 და 10,000 ლარი. ეს რომელ კონსტიტუციურ შესაბამისობაში მოდის. და ცილისწამების კანონზე გითხარით, მე თქვენ ესენი არ მიიღებენ თქო. მათ დაიწყეს პოლიტიკოსების, ოჯახების, შვილების, ამის ბულინგის გამო და ამის გამო, რა თქმა უნდა, გამკაცრდება, იმიტომ რომ ცოლებმა ურტყენ თავში ბარეორს. რომ რას ქვია, უკვე აღარ გვეცხოვრებაო, ხალხიო გვაგინებს და შეურაცხყოფას გვაგენებსო და დაგვიცავითო, აბა რა ის ქმრები ხართო, რაცო, თქვენო მინისტრები და ეგენი ხართ. პარლამენტარები ხართო და დაგვიცავითო. ის გამკაცრეს. ცილისწამების კანონი არ შემოიღეს, რატო არ შემოიღეს, იცი? იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ცილისმწამებელი ძალა საქართველოში ვინც არის, ესაა ქოცობა, რომელიც არაფრით არ განსხვავდება ნაცობიდან. ხო, ესაა რომ ომში არ ერთვება. კი ბატონო.
იმის გამო რომ საკუთარი კეთილდღეობის დაკარგვად არ უღირს ეს ყველაფერი და არა იმიტომ რომ სამშობლო უყვართ. ხო დაიწყე სამშობლო და ქვეყანა და ეს ყველაფერი უბედურების შემოქმედები. ამიტომ არც ცილისწამების კანონი არ იქნება მიღებული, იმიტომ რომ ეს მათთვის კომფორტული იარაღი არის, ასე გასანადგურებლად საწინააღმდეგო აზრის, ეროვნული ძალების და ყველასი. მათ გაგრიფეს შუა. მათ 1000 ცილი დაწამეს უბრალო წესიერ პატიოსან ადამიანებს, რომლებმაც ხელი ჩაიქნიეს და აღარ მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს თავდადებული იბრძოდნენ შესაცვლელად, ისინი გვერდზე დარჩნენ და ქოცები დარჩნენ. აი ესეთი ნაგავი ხალხი ხართ ქოცრობა, ამიტომ ამათგან არაფერს სიკეთეს არ უნდა ელოდე. უბრალოდ რა არის, იცით, ახლა, როდესაც საერთო ცვლილებები ხდება მსოფლიოში, ამ საერთო ცვლილებებმა აუცილებლად უნდა გამოიღოს ისეთ სუსტ სახელმწიფოში თავისი შედეგი, ეს მსოფლიო ცვლილებების დამსახურება თუ არა. მსოფლიო ცვლილებების დამსახურება რო არ იყოს, გაგრძელდებოდა ყველაფერი ისე როგორც იყო. არანაირი პრობლემა არ იქნებოდა ჩემო კარგებო. და იქნებოდნენ ისე მონობას ნაჩვევი ხალხი თავისთავად და რაც შეეხება ერთი რაღაცა მინდა გითხრათ კიდე. აი ამათი ხმის ამოღება თქვენ უგონიათ, რომ ეს თავისუფლების ინდექსის და ხარისხის გაზრდა არის. ეს იმას ნიშნავს, რომ ქოცებმა უკვე წარმატებულად მოძებნეს ახალი ბატონი, შეიცვალეს ახალი ბატონი, წყნარად, მშვიდად, გემრიელად ეს ჩინეთი დიდი ალბათობით, ჩინეთი, რომელთანაც სტრატეგიული ხელშეკრულება გააფორმეს ძალიან ბევრ ამაში და რომელმაც ფინანსური უზრუნველყოფა და სხვა ბევრი უზრუნველყოფა გაუკეთა კოცობას. აი გემრიელად არიან და კარგად გრძნობენ თავს და ახლა შეუძლიათ თურმე ამერიკის ელჩზე და ამერიკის საელჩოზე ილაპარაკონ ის რაც ხდება. და თურმეო ჩვენო ყოჩაღო ჩვენო რაზე გაგვიძლიაო და ჩვენოახლაო აიო აღარ დაგჭირდაო იმ დახურული კარის მიღმაო რაც ხდებოდაო იმის თქმაო. ხალხო ქვეყნის დაქცევას მოუწოდებდნენ, ქვეყნის განადგურებას მოუწოდებდნენ. ელჩი იყო, პრემიერ-მინისტრები იყო, რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იყო. და აქამდე ბოდიში და ტრაქზე აქვს ხელი მიფარებული რო არ თქვა. ჩვენ ხალხს, ჩვენ ქვეყანას, რომლის დაქცევა თუნდა უფლება არ აქვს ჩვენ. ვინ თხოვდა დახურულ კარს მიღმა ამათ განადგურებას. არა, ამის უფლებას ამის მათ არ გთვლიან ჩვენ ქართველებს. ზურა რა გითხრა ჩემო ძმაო, ცუდი არა ის რომ რა თქმა უნდა ჩინეთი რომელიც სოფლიო ეკონომიკის ღერძია, ერთ-ერთი ღერძია, რომ მასთან თანამშრომლობა გქონდეს. ახლა მე არ ვიცი ამათ რა აქვს იქ შუმათ ნათქვამი და ახლა როგორც არაბებზე და თურქებზე და ინდუსებზე და ამაზე მიწების გაყიდვა თუ აქვს ჩაფიქრებული, ისე თუ აქვს ჩინელებზე ჩაფიქრებული, რა თქმა უნდა ეს ცუდია. რა თქმა უნდა ეს ცუდი იქნება, მაგრამ საერთო ჯამში ის რომ საქართველოს რა თქმა უნდა გქონდეს ჩინეთთან ძალიან კარგი ეკონომიკური კავშირები, იქ მე ამაში დადებით ისმაც ვერაფერს ვერ ვხედავ. თუმცა ახლა იგივე სავაჭრო ხელშეკრულებით დაწყებული, დამთავრებული სხვა ბევრი პუნქტით, იგივე სავიზო პოლიტიკით, იგივე სხვა ბევრი რამით საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იქნას ხელმოწერილი, იგივე მიგრაციის საკითხები, იგივე შრომითი უფლებები, იგივე წარმოების საკითხი. ახლა მას შეიძლება ჩინეთთან მაგალითად თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას ყველა ქვეყანა უფრთხის. იმიტომ უფრთხის, რომ ჩინეთს შეუძლია ნებისმიერი პროდუქცია აწარმოოს, ნებისმიერი ფასის სეგმენტის და შეუძლია ადგილობრივი წარმოება გაანადგუროს. ახლა ჩვენზე იტყვიან, ჩვენ წარმოება არ აქვს. და რა პრობლემაა ეს, მაგრამ რა გაქვს ერთია, ამ ხელშეკრულების გადამკიდე ვერც შეიქმნება, კონკურენციას ვერ გაუწევს. უამრავი საკითხია რა. ზოგადად რა თქმა უნდა. ნებისმიერი ეკონომიკური კავშირი ესეთ სოფლიო წამყვან ეკონომიკასთან აუცილებელი არის და საჭიროც არის და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც არის თუ არა.
ჩვენ აგერ შიგ ევროპასთან და შიგ ამერიკასთან 30 წელიწადია სტრატეგიული პარტნიორობა და უზრუნველიან იმას და ეკონომიკური კავშირები ჩვენ ამ ქვეყნებთან არა გვაქვს. ჩვენ ეკონომიკური კავშირები ყველაზე ახლო ქონდა რუსეთთან და თურქეთთან. გადახედეთ, აგერ ფულადი გზავნილებით დაწყებული, ინვესტიციებით გაგრძელებული, ობიექტების შესყიდვა, ტურიზმი, ყველაფერი ეს იმპორტი, ექსპორტი ყველაფერი მოდიოდა რუსეთსა და თურქეთს. ევროპასთან არა. ევროპული წარმოება საქართველოში არა, ამერიკული წარმოება საქართველოში არა, არაფერი არა. ეს ეკონომიკური სიკეთეების გარეშე, შიგ ევროპა, შიგ ამერიკა. მარტო გეი პარადები უნდათ საქართველოში. გეი პარადები. უგნიდან განათლება უნდათ. სხვა ყველაფერი მოგვარებული იყო საქართველოში. სხვა პრობლემა არ არსებობდა. ერთადერთი იყო რამენაირად გეი პარადებში უნდა ევლო ქართველი ერს და გეი პარადები უნდა იმართებოდეს თბილისში. სხვა პრობლემა არ იყო საქართველოში. წაგვჭამენ ამის გამო ტვინი. წაგვჭამენ სისხლი გამოგვიღე. და მე რამეს რო იტყოდი რა იყო კაცო მე იმის მეც ვერაფერს ვერ ხედავთ LGBT-ების მეც ევროპაში ეგაიდეთ მომიშვილებო მე მანახეთ ერთი ევროპელი რომელიც საქართველოს ელაპარაკებოდა და რაიმე საქართველოს საკითხზე ლაპარაკობდნენ და ბუდიში და ტრაკის მიცემაზე არ ქონდათ ლაპარაკი ამ რიტუალის აღზევებას მანახეთ ერთი ევროპელი რომელიც ეუბნებოდა იმას რა ქვია საქართველოს მთავრობას იმას რომ ხალხი ჯომშიერი და გაზვალტყავებული რო ყავთ, აი ხელი გაანძრია ხალხს მიხედე რო გეცლება სამშობლო. 20 ლარი როა ხელფასი მინიმალური ეს ადამიანების უფლებების დარღვევა. ერთი მანახეთ ერთი ევროპელი რო იგი ეთქვა. კი არც უნდა გითხრას. გეთანხმები არც უნდა გითხრას. რატო უნდა გითხრას? შენი ქვეყანა შენ უნდა მიხედო. შენ თავით თუ არა შენ ქვეყანას მიხედო, სხვას არ უნდა ადარდებდეს შენი ქვეყანა, მაგრამ მაშინ ტრაკის მიცემები რატო უნდა ადარდებდეთ? მეტი რა ისმოდა? ღმერთმა დაალოცოს ბატონი ბიძინა სანთლები დაუნთე სანთლები და გულით იტირე ცრემლი რომ მოგადგება და გაგებით მოეკიდეთ ხო გეუბნებოდა და აი გაგებით მოვეკიდეთ ამ ყველაფერს მოკიდებული არა ხალხი აი სანამდე საქართველოს მთავარი მტერი ჩვენი მთავარი მტერი ეს არის გაბატონებული მონური ფსიქოლოგია. მონური ფსიქოლოგიის ხალხი. დაგვიდრებული მლიქნელობის, აფირისტობის იმის სტანდარტი, რა ქვია, ფარისევლობის სტანდარტი. ეკლესიაში, პოლიტიკაში, ტელევიზიაში, ნებისმიერ მიმართულებაზე, საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამიტომ როდესაც მოუყვანდა ამ ხალხს რაში გამოიკვეთება ეს ბიძინამ თქვა რომ სალომე არის მაგარი ქალი და უნდა ავირჩიო. ვაიმე ჩვენი ევროპელი პირველი ქალი პრეზიდენტი და მთელი ეს ხუინდრავები და ესენი ჩამდგარი საქმე იმაში რომ ვაიმე ესეთი როგორც კი ბიძინას არ დაევასა ეგ სიტუაცია და აუ ეს მოღალატეების შთამომავალი ეს ევროპელი ძუკნა ეს მამამისი ფაშისტებთან თანამშრომლობდა. მორჩა დამთავრდა. იმ წუთში მან თვალებს ამოგთხრიდნენ. ახლა აი ეს არის თავარი პრობლემა. აი ეს არის. სანამ ეს არ დამთავრდება საქართველოში, ვინც საერთოდ არაფერი არ იშველე. მოკლედ აი ამის თქვა მინდოდა და კიდევ ძალიან ბევრი სიურპრიზები გველოდება წინ. ძალიან ბევრი სიურპრიზები. პირველი ვინცაა დასაჭერი და ვინცაა ჩასაგდები ციხეში, ეს არის თამარა კინწურაშვილი, ადამიანი, რომელიც Facebook ცენზორი რო იყო რა. ეს ძველი ქვეწარმავალი. და ყველა მისი გამოსდილი ვირთხა. აბა ვნახავ ახლა დინარაძე. ერთი როგორ გეყოფათ ვაშკაცობა და როგორ დაიჭერთ ერთი. ახლა მაინც ხო ამერიკელები და ევროპელები უკვე ვეღარ ეფარებიან ნაცებს და თქვენ ხო ხართ შიგ თავისუფლების ხარისხით და დამოუკიდებლობის ინდექსით მაღალი ხალხი. აბა ვნახავთ ახლა ერთი რას გააკეთებთ. ეგ იქნება. თან შენი კიდე ღმერთო დალოცე ბატონი ბიძინა მიშა მოგვაშორა.
ეს მონახალხი სანამ იქნება საქართველოში, მანამდე საქართველოს სიკეთე არ უწევთ. აბა, კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობა ყველას ყურადღებისთვის.